მოგესალმებით, მე ვარ ნინო. ამ ვიდეო გაკვეთილში ვისაუბრებ ინფოგრაფიკის შექმნის სერვისზე PictoChart. ეს სერვისი შეიქმნა 2011 წელს. ვისამართის ველში ავკრიფოთ PictoChart.com. საიტზე შესვლა შესაძლებელია როგორც Google-ის, ასევე Facebook-ის ანგარიშით. მე შევალ Google-ის ანგარიშით. გაიხსნება საიტი. პირველ რიგში გავარკვიოთ პრეზენტაციის როგორი სტრუქტურა გამოდგება ჩვენი იდეისთვის. ეს არის ინფოგრაფიკა, პრეზენტაცია, პოსტერი, იგივე ბანერი, ანგარიში. ავირჩიოთ მაგალითად ანგარიში. მასზე დაწკაპუნებით გამოჩნდება შაბლონები. აქ ვხედავთ როგორც უფასო, ასევე ფასიან შაბლონებს. დავათვალიეროთ და ავირჩიოთ ერთ-ერთი მათგანი. დავაწყაპუნოთ preview ღილაკზე. თუ გვაწყობს ამ შაბლონის რედაქტირება, მაშინ ვაწყაპუნებთ create ღილაკს. გაიხსნება სამუშაო არე, სადაც შეგვიძლია ინფოგრაფიკაზე მუშაობა. მარცხნივ იმყოფება ინსტრუმენტების ღილაკები. ზედა პანელზე შენახვის, გადმოწერის, გაზიარების ღილაკებია. მოვახდინოთ რედაქტირება. ამისათვის ავირჩიოთ მაგალითად პირველი ბლოკი, მასზე ერთჯერ დაწკაპუნებით. გვერდზე ჩანს ინსტრუმენტები, რომლებიც გვაძლევენ რედაქტირების საშუალებას. პირველი ღილაკი გახლავთ setting ღილაკი, საიდანაც შესაძლებელია პარამეტრების ცვლილება. დავაწყაპუნოთ მასზე ერთჯერ და დავათვალიეროთ როგორ გამოიყურება ის. მომდევნო ღილაკი გახლავთ წაშლის ღილაკი. მომდევნო ღილაკი ბლოკის კლონირება. ბლოკის ქვემოთ ჩამოტანა, ანუ ადგილების ცვლილება, ან ზემოთ ატანა. პლუს ღილაკზე დაწკაპუნებით შეგვიძლია დავამატოთ ბლოკი. იმდენი, რამდენი საჭიროებაც იქნება. გავიცნოთ ინსტრუმენტებს, რომლებიც განთავსებულია ეკრანის მარცხენა ნაწილში. პირველი გახლავთ გრაფიკა, ფიგურები და ხაზები, გამოსახულებები, ფოტოები, ჩარჩოები ფოტოსთვის. ახლა განვიხილოთ თითოეული მათგანი უფრო დეტალურად. პირველი, როგორც უკვე ვნახეთ, იყო ფიგურები და ხაზები. დავაწყაპუნოთ ერთჯერ, შევარჩიოთ სასურველი ფიგურა, მაგალითად წრე. გადავიტანოთ სამუშაო არეში, შეგვიძლია მისი წაშლაც. ხაზები, როგორც ხედავთ, ხაზების არჩევანი საკმაოდ მწირია. შეგვიძლია მისი გადათრევა ნებისმიერ ადგილას და აგრეთვე წაშლა კლავიატურიდან delete ღილაკზე დაწკაპუნებით. მომდევნო ღილაკი გახლავთ გამოსახულებები. აქ არჩევანი საკმაოდ დიდია. ერთჯერ დაწკაპუნებით ან გადათრევით შეგვიძლია შერჩეული ფიგურა ჩავსვათ სამუშაო არეში. შეგვიძლია მისი გადაადგილება და ზომის ცვლილება. მომდევნო ღილაკი გახლავთ ფოტოები. დავათვალიეროთ, შევარჩიოთ სასურველი ფოტო
გადათრევით გადავიტანოთ სამუშაო არეში. მასზე ერთჯერ დაწყაპუნებით შეგვიძლია ზომის ცვლილება და გადატანა სასურველ ადგილას. მომდევნო ღილაკი გახლავთ ჩარჩოები ფოტოსთვის. შევარჩიოთ სასურველი ჩარჩო და გადავიტანოთ სამუშაო არეში გადათრევით. შევარჩიოთ ფოტო და ასევე გადათრევით ჩავსვათ ჩარჩოში. როგორც ხედავთ, ფოტო ჩაჯდა ჩარჩოში. მომდევნო ღილაკი გახლავთ upload ღილაკი, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ თქვენი კომპიუტერიდან ატვირთოთ სურათები. დავაწყაპუნოთ select ღილაკს ხელი. შევარჩიოთ სურათი. ერთჯერ დაწყაპუნებით მოვნიშნოთ და open ღილაკი. ნახავთ, რომ სურათი გამოჩნდება. მომდევნო ღილაკი გახლავთ background-ი, ფონის შერჩევა. შერჩევის შემდეგ შეგვიძლია ერთჯერ დაწყაპუნებით ან გადათრევით შევცვალოთ ჩვენი სამუშაო არის ფონი. შეგიძლიათ უბრალოდ ფერის შერჩევა. შეგვიძლია ფერის, იგივე ფონის, სიმკვეთრის შემცირება ან გაზრდა. შემდეგი ფუნქცია გახლავთ ტექსტი. დავაწყაპუნოთ ტექსტზე. გამოჩნდება ტექსტის ტიპები. სამუშაო არეში გავათავისუფლოთ ტექსტის ადგილი. მოვკიდოთ სასურველი ტიპის ტექსტს და გადავათრიოთ სამუშაო არეში. ზედ ორჯერ დაწყაპუნებით შეგიძლიათ ჩასვათ სასურველი სიტყვა, სახელწოდება. როდესაც ტექსტი მონიშნულია, ზედა ნაწილში გამოჩნდება ინსტრუმენტები. პირველი გახლავთ უკან დაბრუნება, ამოჭრა, კოპირება. ზედ დაწყაპუნებით მოხდება ტექსტის კოპირება. მომდევნო ღილაკი გახლავთ ტექსტის ჩასმა. კოპირებული ტექსტი შეგიძლიათ გადაათრიოთ. მოვნიშნოთ ისევ ჩვენი ტექსტი და გადავიტანოთ სასურველ ადგილას. შეგიძლიათ მისი წაშლა. delete ღილაკზე დაწყაპუნებით, უკან დაბრუნება. შეგიძლიათ ამ ტექსტის ბლოკირება. ამის შემდეგ ობიექტს ვეღარ გადაადგილებთ. შეგიძლიათ ტექსტის ფერის შეცვლა და მისი კონტრასტულობის გაზრდა ან შემცირება. მომდევნო ღილაკები გახლავთ შრიფტი და შრიფტის ზომის ცვლილება. შემდეგი გახლავთ ტექსტის გასწორება მარცხნივ, ცენტრში, მარჯვნივ. მომდევნო ღილაკი გახლავთ ჰიპერლინკის დამატება და ტექსტის პოზიციის შეცვლა. შემდეგი ინსტრუმენტი გახლავთ გრაფიკები, რუკები, ვიდეო. ვიდეოზე დაწყაპუნებით შეგიძლიათ ჩასვათ ლინკი
და დაამატოთ თქვენს ინფოგრაფიკას. დავათვალიეროთ დიაგრამები. დიაგრამის ტიპები არის ძალიან ბევრი. არჩევანი, როგორც ხედავთ, ძალიან დიდია. ავირჩიოთ ცვეტოვანი დიაგრამა. setting ღილაკზე დაწყაპუნებით. შეგიძლიათ ცვეტოვანი დიაგრამის ფერების ცვლილება. შევარჩიოთ სასურველი ფერი. თითოეულ მათგანს შეგიძლიათ შეუცვალოთ ფერი, როგორც ხედავთ. შეგვიძლია აგრეთვე ცხრილში რედაქტირების მოხდენა. ამ პროგრამას აქვს ქართული მხარდაჭერა, ასე რომ შეგიძლიათ ქართული წარწერების გაკეთება. შეგიძლიათ მონაცემების ცვლილება ცხრილში, რიცხვების შეცვლა. როგორც ხედავთ, მოვახდინე ინგლისური წარწერების შეცვლა ქართულით. შეგიძლიათ უკვე შექმნილი დიაგრამის ტიპის ცვლილება. ავირჩევ მაგალითად წრიულ დიაგრამას. და შეგვიძლია სათაურის ცვლილება. ზედ ერთჯერ დაწყაპუნებით. ჩავწეროთ სასურველი სათაური. ბოლოს შეგვიძლია insert ღილაკზე დაწყაპუნებით. დიაგრამა ჩავსვათ სამუშაო არეში. შეგვიძლია დიაგრამა გადავიტანოთ ნებისმიერ სასურველ ადგილას. რუკები. აქ მოცემულია მსოფლიოს ყველა ქვეყანა, შევარჩიოთ ერთ-ერთი მათგანი. მოცემულია ქვეყანა თავისი რეგიონებით, ედით ღილაკზე დაწყაპუნებით. ქვეყანას შევარჩევთ. კურსორის მიტანისას გამოჩნდება სტატისტიკური მონაცემები. ჩვენ შეგვიძლია შევარჩიოთ რომელიმე რეგიონი ქვეყნის. და ერთხელ დაწყაპუნებით შევცვალოთ ამ რეგიონის ფერი. გამოვყოთ. და აქაც insert ღილაკზე დაწყაპუნებით შეგვიძლია მოცემული რუკა ჩავსვათ ჩვენს ინფოგრაფიკაში. შემდეგი საინტერესო ღილაკი გახლავთ, ეგრეთ წოდებული ტური, რომელზე დაწყაპუნებითაც გაიხსნება ახალი ფანჯარა, სადაც შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო გაკვეთილი და დაათვალიეროთ ამ სერვისით სარგებლობის ძირითადი ნაბიჯები. ნახოთ, როგორ ხდება გადმოწერა. დავაწყაპუნოთ download ღილაკს. შეგიძლიათ გადმოწეროთ PNG ფორმატით ან JPG ფორმატით. ძალიან მარტივია, როგორც ხედავთ. დავაწყაპუნოთ downloads და შექმნილი რესურსი გადმოიწერება თქვენს კომპიუტერში. დავაწყაპუნოთ share ღილაკს ხელი. გავხადოთ საჯარო ჩვენი ინფოგრაფიკა, შეგიძლიათ მოინიშნოთ ლინკი, შეგიძლიათ გააზიაროთ Facebook-ით ან ელექტრონული პოსტით. დავათვალიეროთ, სად ინახება ჩვენს მიერ შექმნილი რესურსი,
დააწყაბნიოთ თქვენს სახელს და გვარზე და ნახავთ თქვენს მიერ შექმნილ რესურსებს. გისურვებთ წარმატებებს!